მე ნათია ვარ ჯამთერი ჯანსაღი მარადიული სული ვარ განთავისუფლებული შეწყალებული მოტივებული აბნულავი დაგավորებას ყველასთან და все отправляются их мирები их измерениები ვა блага легко культурно свободно ეხლა რა მინდა ვთქვა სისხლი არის DNK. სისხლი არის ენერგოინფორმაციული მატარებელი. სისხლიდან ასე ვთქვათ გადადის როგორც კაი ადამიანის თვისებები, ისე დისტრუქციული თვისებები. ასე ვთქვათ გენები, ხო, გენები. ეხლა მაგალითად იბადებიან ადამიანები და აღარ ახსოვთ, ხო, რომ მაგალითად აინტერესებთ ანგელოზი როგორია, მესამე თვალი არ აქვთ გახსნილი, ჩემი სული როგორია, ნუ გრძნობენ რაღაცას, რომ მე ვარ სულიერი ბიოსისტემა, ბიორობოტი შექმნილი გენებისაგან, ჩემი წინაპრების გენებისაგან, ნუ ამ ცხოვრებაში ამ გენებში ვარ წინა ცხოვრებაში სხვა გენებში ვიყავი, იმ ცხოვრებაში სხვა გენებში ვიყავი, შეიძლება რუსეთში ვიყავი დაბადებული, შეიძლება ამერიკაში ვიყავი დაბადებული, შეიძლება კაი ცხოვრება გავიარე, შეიძლება ცუდი ცხოვრება გავიარე და გძნობ ეხლა რაღაცას რომ ვარ სულიერი ადამიანი. ადამიანს რომელსაც შეუძლია აქვს ნიჭები, ემოციები, გამოგონების უნარი, აღქმის უნარი, გამოცნობის უნარი, წინათ გრძნობა არასოდეს არ ატყუებს ადამიანს, წინათ გრძნობა საიდან მოდის? გულიდან. გული არის ჩვენი სულის სახლი. გული არის ჩვენი სულის სახლი. ეხლა რა მინდოდა მეთქვა, რომ დავუშვათ ადრე იყო ასეთი რაღაცა, ნუ სისხლის ზღვრები, ხო, რაღაცა ომები, იყო ისე წესჩვეულება, რომ ასე ვთქვათ, სისხლით ძმად ნაფიცობა და სისხლით რაღაცას დაწერდნენ, რაღაცა ნიშნებს დაწერდნენ და რაღაცა დისტრუქციული წესჩვეულება იყო. ნუ ეხლა სისხლის ზღვრით ასე ვთქვათ ომებით და რაღაცა ეს კაი არ არის, იმიტომ რომ ასე ვთქვათ დანაშაულზე მოდი ეხლა თავიდან ვილაპარაკოთ. აი იყო ეხლა მაგალითად ტომში იყო რაღაცა მეფესავით რაღაცა იყო, რომელიც განაგებდა ამ ტომს, განაგებდა ამ მრავალშვილიან ოჯახებს, იცოდა როგორ უნდა ენადირათ, იცოდა სად უნდა წასულიყვნენ, იცოდა როგორ უნდა მოსულიყვნენ, როგორ უნდა გაეტანათ თავი შიმშილისაგან, ხო, და ამ ტომებში მაგალითად გაჩნდა რაღაცა ისეთი ნიჭიერი ადამიანი, რომელმაც უთხრა ამ გაიზარდა ისეთი ნიჭიერი ბავშვი, რომელმაც ასე ვთქვათ ამ ტომს ეუნება, რომ ან თქვენ ტომში აღარ მინდა ცხოვრება უნდა წავიდე, ან ეუნება, რომ სხვა ტომის ცოლი მინდა, სხვა ტომის ქალი შემიყვარდა, რაზეც ასე ვთქვათ სასჯელი იყო და არ შეიძლებოდა, რა ვიცი, იყო ესეთი რაღაცეები, ან ეუნებოდა ამ რა ქვია მეფეს, რომ შენს მერე შენი თაობა კი არა, შენი შვილი კი არა, მაგალითად მე უნდა ვიყო მეფე, იმიტომ რომ მე ყველაზე ჭკვიანი ვარ, ყველაზე ძლიერი ვარ და ასე ვთქვათ, ესეთ ნიჭიერ ხალხს ასე ვთქვათ ხოცავდნენ, ხო, ან ნიჭიერ წინასწარმეტყველებს ხოცავდნენ, დევნიდნენ. ნუ რაღაცა ასე ვთქვათ იყო ესეთი მონათფლობელური სისტემები და მონათფლობელური წესწყობილებები გავიარეთ, რომ ხდებოდა ბევრნაირი ომები. მე ამ სულებს ჰქონდათ ასე ვთქვათ პრეტენზიები, შეესვეტრი ესერებთან, რომ აი ეს
ამ კაცმა დამიშავა იმან, მომკლა იმან, მესროლა იმან, ოჯახი ამიწიოკა იმან, ბავშვი მომიკლა იმან, ესე გააკეთა იმან, ესე გააკეთა და არასწორად მოიქცა, ხო? და ასე ვთქვათ, ვის შეესვეტრიეს სუდებში, რასაც ეძახიან ვის შეესვეტრია პროკურატურებში, გადაეცემოდა ხოლმე ეს ინფორმაცია, რომ ასე ვთქვათ, ამ ტომში ესე არასწორად იქცევა მაგალითად ეს სული. ეს სული თვითონ ბოროტის სული, თვითონ მინუს პოლასავანის სული, ასე ვთქვათ, ეხლა იმას კურატორებიც ხო ყავდნენ, იმას თავისი სულიც ხო ყავდა, ხო ეუნებოდნენ, რომ ესე არ მოიქცა, ესე მოიქეც, მაგრამ ის მაინც ბოროტებას აკეთებდა, ასე ვთქვათ, და ასე ვთქვათ, ან ვაპლაშენებში გადადიოდა, ან არ გადადიოდა ვაპლაშენებში, მაგრამ რა სულისაც არის ადამიანი, იმ სულის ისევ იგივეს ჩაიდენს კი არა და ისევ ბოროტის სული ბოროტად დარჩება, ეშმაკი ეშმაკად დარჩება, თუ არ მოისურვა გამოსწორება. მე ეს მინდოდა მეთქვა. ეს სხვა თემა არის, მაგრამ ეს სისხლის ღვრით გაკეთებული იყო მე რელიგიური ბრძოლები. იყო მე სახელმწიფო ბრძოლები, იყო ტერიტორიული ბრძოლები, საქართველოშიც იყო ბრძოლები, სხვადასხვა სახელმწიფოებშიც იყო ბრძოლები, ხო? სისხლის ღვრით აწყობილი, ასე ვთქვათ, თანამდებობები და სისხლის ღვრით აწყობილი რაღაცეები, ასე ვთქვათ, არის პრეტენზიები განაცხადეს ამ დახუცილებმა, რომ ჩვენ მაგალითად ესე ჩვენი ოჯახისათვის ვიბრძოლეთ, ჩვენი სახელმწიფოსათვის ვიბრძოლეთ და ასე ვთქვათ, ვიშვე სვეტრიებს სუდებს გადასცეს, ასე ვთქვათ, ეს მეფეების საქმეები, ან ფეოდალების საქმეები, ან იმეების საქმეები, ან ამეების საქმეები, მაგრამ და მოხდა რაღაცა სასამართლოები ჩატარდა, მაგრამ მოხდა, ასე ვთქვათ, ეს ცრულ წმენებზე დადებული ფიცილები, ცრულ წმენებზე დადებული წამსები, სისხლით დადებული აშენებული რაღაცეები დაგավորებია, კონტრაქტებია, ვერ შეძლეს, ასე ვთქვათ, ერთმანეთის გაგება, ერთმანეთის მიტევება, ერთმანეთის ასე ვთქვათ, პატიება და ეს დაგավորები, ასე ვთქვათ, ვერ განულდა, ვერ გაბათილდა. და იმიტომ კიდევ ეს კარმა, რასაც ვქვია, გადადის თაობიდან თაობაში. ანუ რისი თქმა მინდა, რომ მე მაგალითად გამაბრაზეს, ხო? და მყავს ვიღაცა, ისა მოსაკლავია, ის ვიღაცა, იმიტომ რომ ის ცუდი ადამიანია, იმან ცუდი გამიკეთა. მაგალითად თავში მირტყა, მაგალითად გამქურდა, მაგალითად შეურაცხყოფა მომაყენა, მაგალითად რაღაცა წამართვა, რაღაცა დამიზიანეს, ხო, რაღაცა ფსიქოლოგიურად, გონებრივად, ასე ვთქვათ, შინაურიც მოსაკლავი მყავს და გარეულიც, ბევრი მოსაკლავი მყავს. იმიტომ რომ არაწმინდანები არიან და სულ მწამსებში დადიან და მაგას თავი დაანებენ და ასე ვთქვათ, ბოროტები არიან. და ქალის ჩაგვრა კი არა და ადამიანის ჩაგვრა კი არა, ვაფშე არაფერი რო არ დამიშავებია და რო ჩაგრავს ადამიანი, ისო სატანაა და სატანის მოკლა მინდა, მაგრამ მე ხლა მეუნებიან მაგალითად ჩემი შეესვეტრიესირები და ჩემი კურატორები, რომ დაანებე თავი, შეცვალეს სცენარები, დაგավորები, მოგოვორები, პრივასკები, პრისოსკები, ანუ კარმიჩისკეული უძლები რომ მოშორდეს ჩემს, ასე ვთქვათ, როც ჩემს აგვარეულოს, ჩემს სოლს, ჩემს გენებს, კარმიჩისკეული, ჩემს სისხლს რომ მოშორდეს კარმიჩისკეული უძლები, მე, ასე ვთქვათ, ჩემს პატივი უნავცე, მე პატივი უნავცე ვის შეესვეტრიესირებს, უნდა გამოვიყენო, ასე ვთქვათ, იარაღი თანადგომა, პატიება, მიტევება, შეწყალება და ასე ვთქვათ, უნდა გადავცე ეს მათი საქციელები ვსელენი ვსევიშნის, ანუ ღმერთს, ვის შეესვეტრიესირებს. მე ჩემთვის ვაბლაგა, იმიტომ რომ მე მთავარია, მე მოვიშორო ეს კარმიჩისკეული უძრები თავიდან.
და მთავარია მე გამოვიდი ამ ცრუმწმენების ცრუმწამსებისაგან, ცრუფიცირებისაგან. მთავარია გავანულო დაგაორები იმ ომზე, იმ შურზე, იმ ბოიზე, იმ შეურაცხყოფებზე, იმ ასე ვთქვათ კლავდნენ ხოს, ჩემი მოკლა უნდათ თავის twins მითიშავდნენ, გურს მითიშავდნენ, საწამლავი დამალევნეს და ასე შემდეგ. ნუ ის შხამები ეს ყველაფერი აბნულა ეცა. სცენარები შევცვალე. პერესცენარავდება ყველაფერი სვეტლობა, სიხარულო, ჯანმრთელობა, ხელშეუხებლობა, ბეზოპასუხისმგებლობა. პირველ очередь ჩემი ბიოსისტემისა, ჩემი ვიში იასათვის, სულისათვის ვაბვაგა. მერე სისხლზე გაკეთებული რაღაცა დისტრუქტივები ან მაგალითად შინაურისაგან, სისხლით ნათესავებისაგან, ან გარეულებისაგან, ან რელიგიით გაკეთებული დისტრუქციები, მაგალითად შინაურებისაგან, ან გარეულებისაგან, ან ქმარი, ან მეგობარი, არ მაინტერესებს ნაცნობი, უცნობი, სახელმწიფოს გამო, იმის გამო, ამის გამო, იმის ბრალ, ეს დაგაორები გავანულე გავაბათილე. გავანულე გავაბათილე ამ დაგაორებში ჩემი მაგალითად ენერგიები წარსულშიც ახლაც ომები შარები გავანულე გავაბათილე ეს დაგაორები და ჩემი ენერგიები გავანულე გავაბათილე და ავიღე ჩემი ენერგიები და ჟიზრინი ისირები მოყელებული ზიანის წინ ზარალის წილ ზარალის გამო ავიღე ჩემი ენერგიები და იზობირიები იქიდან და შევცვალე ჩემი სცენარები, რომ უნდა ვიყო ჯანმრთელი, ჯანსაღი, ადგენილი, მოტივებული, შეწყალებული და უნდა ვიყო და ვარ დაცული, ზაშიტული, ჩემ გრანიცებზე, ჩემ ბიოპოლში ვეღარ შემეხებიან, ვეღარ მომაყენებენ ზიანს, ვეღარ შემაწუხებენ და ვეღარ ასე ვთქვათ, ვეღარ დამავირუსებენ და ვეღარ დამადისტრუქტორებენ. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ ბევრი ნიუანსია. ეხლა ეს აქედან ადამიანმა ჯერ პირველ რიგში თავის უნდა სცეს პატივი და ეს სისხლით, შინაურების გამო, სისხლის ნათესავების ბრალით, სისხლიანი რელიგიების ბრალით, სისხლიანი სახელმწიფოების ბრალით, სისხლიანი ეგრეგერების ბრალით, ასე ვთქვათ, ეს კონტრაქტები უნდა შეცვალოს ადამიანმა. ვისთანაა კონტრაქტები ადამიანს და არაწმიდას უშესტოებთან, არაწმინდას უშესტოებია ის მტრები, ორფეხა მტრები, არაწმინდას უშესტოებია ის ბესები, არაწმინდას უშესტოებია ის, რა ქვია, ნუ რაღაცა უცხოპლანეტელი ცივილიზაციები, მაგალითად არხონტები და რეპტები და ასე შემდეგ, რომლებიც, ასე ვთქვათ, ტვინს ურევენ ადამიანს და ადამიანმა უნდა სცეს თავის სურს პატივი და ასე ვთქვათ, მიუტევოს სხვა ადამიანს დააყენოს ზაკონი, კედელი, რომ ეს არის ჩემი ბიოპოლი, ჩემი ნება, საზნანია, ვოლია, ჩემი იზობირები, ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი სულის ჩისტოტები, ხელშეუხებელია. და ვერავინ ვეღარ მომაყენებს ზიანს, იმიტომ რომ მე არავის არ ვაყენებ ზიანს. და აბნულაიო კარმიჩისკიული უძლებს ყველასთან, ყველანაირთან. სისხლით დადებული კარმიჩისკიული უძლებია თუ იმის ბრალით, ამის ბრალით თუ ასე შემდეგ. ეს რა ქვია ძველი კარმიჩისკიული უძლებია თუ ახალი კარმიჩისკიული უძლებია, ეს მაინც რაღაც ეს მაინც კარმიჩისკიული უძლებია. Всё, რადავე კარმიჩისკიული უძლებია თუ პირადი კარმიჩისკიული უძლებია, ეს უნდა განულოს გააბათილოს ადამიანმა ამ ცხოვრებაში. ეხლა აქედან გადმოვიდა ცრურწმენა, რომ დაუშვათ მაგალითად ქათამს დაკლავენ, შესწირავენ რაღაცას. ანუ ვითომ ღმერთს შესწირეს რაღაცა ქათმის სისხლი, ძროხის სისხლი, მამლის სისხლი, იმის სისხლი, ამის სისხლის, ესაც უკვე ცრურწმენებში გადადის ადამიანი და
ცრურწმენების მაგიური კარმიჩისკიული უზრები კეთდება ამით. და ამით საზრდოობენ ბესები, სერები, ინაპლანეტანი, ბაგამოლები, ნიშნიე მირები ასე ვთქვათ და ასე ვთქვათ, ვითომ ადამიანი გონია რომ კაი რწმენაშია და კაი რაღაცას აკეთებს, მაგრამ ამ დროს რა ქვია, პლაზმოიდურ სუშესტვოებს, პლაზმოიდურ ბოტებს იყენებს მაგიური ცრურწმენული მნიშვნელობით. ეხლა ეს მაგიური ცრურწმენითი მნიშვნელობა რას ნიშნავს, რომ ადამიანმა შეიძლება კიდევ თქვი მე წინა გაკვეთილებში და ეხლაც კიდევ ვიმეორებ, შეიძლება დაკლას ცხოველი, გამოიყენოს ცხოველის ხორცი საჭმელად, მაგრამ სიყვარულით, ისე რომ კი არ შესწიროს, მიწიროს, მოწიროს და რაღაცა დოგოვორები და კარმიჩისკიული უზრები კი არ გააკეთოს, იქ სიყვარულით, რომ აი მადლობა ქათამო, მადლობა ცხვარო, ბოდიში მომიტევებია, გისურვებ სვეტრი გზებს, გიშვებ ასე ვთქვათ, შმაკებისკენ კი არ გიშვებ, რომ მე ვიღაცას შეგწირო, არა, მე ასე ვთქვათ, ბოდიშს გიხდი, მადლობა ხორცისათვის ასე ვთქვათ და ვუშვებთ ამ პლაზმოიდურ სუშესტვოს სვეტრიე პარტალებში, ანგელოზების, ანგელების, არხანგელების, წმინდა ცივილიზაციების სვეტრიე პარტალებში ნატრანსფორმაცი პერევიჩნო ენერგიებისათვის, მომდევნო ლაპაშენიებისათვის თუ უნდა თუ არ უნდა მომდევნო ლაპაშენიები დარჩება იქ თავის მირია განზომილებებში სვეტრიე პარტალებში. მაგრამ ეხლა ეს სრურწმენები რომ გამოიგონეს ამ ადამიანმა რაღაცების დაკლა რაღაცა, ეს არის სრურწმენა და ამ ცხოველების სულს არ უშვებენ სვეტრიე პარტალებში, არც იციან რომ ამ ცხოველებში რაღაცა პლაზმოიდური საზნანიებია და ამ საზნანიებს უნდა ასე ვთქვათ, ანგელოზებს უნდა სთხოვონ, რომ მიიღეთ ანგელოზებო ეს სული და გაუძეხით სვეტრიე პარტალებში და ტრანსფორმაცი პერევიჩნო ენერგიებისათვის, მადლობათ მომიტევეთ, არც იციან ამისი გაკეთება და პროსტა კლავენ, პროსტა ჩაიფიქრებენ რაღაცას, რომ მე სიკვდილს გადავრჩი და ამას დავკლავ, ომე იმას აი ეს არის სრურწმენა და სისხლზე დაფუძნებული სრურწმენა და ცრუმწამსებია. ხომ მერე კიდე ის სრურწმენა და ცრუმწამსები, რომ ვითომ იესო ქრისტეს სისხლი. იესო ქრისტეს სისხლი, ასე ვთქვათ, ვითომ ღვინო და იესო ქრისტეს სისხლი და იესო ქრისტე, ეს არის სრურწმენა ცრუმწამსები. იესო ქრისტემ თავისი ენერგიები აიღო იმ თავისი სისხლიდან, ჯვარზე რომ გააკრეს იესო ქრისტემ, რომ დაიცარა სისხლით, ეს სისხლი რომ წავიდა მიწაში. და ასე ვთქვათ, რომ სულმა თავისი თავი თვითონ რომ განითავისუფლა ამ ბორკილებისაგან და ამ ჯვარზე გაკრული, ასე ვთქვათ, ტკივილებისაგან, მაინც რომ მიუტევა აპატია ხალხს და არ გაბოროტდა და ასე ვთქვათ, კარმიჩისკიული უზლები რომ გაანულა, გააბათილა ყველასთან, გააბათილა იმან ეს სისხლის ზღვრაც და შეცვალა, ასე ვთქვათ, ვეტკა ვერაიატნოსტები და იესო ქრისტემ თავისი სისხლი და თავისი ენერგიები აიღო, თავისი ცოდნა აიღო, თავისი იზობილიები აიღო და აუკრძალა ყველას, რომ ჩემი სისხლი ხელშეუხებელია. ზაპრეშავი ჩემს სისხლზე, ჩემ გენებზე, ჩემს ბიოსისტემაზე, ნეგატივობას და დესტრუქტივობას. რომ იმისი სისხლი, ასე ვთქვათ, ვერ გამოეყენებინათ უწმინდურებს, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტებისათვის. ეს ძალიან კარგი იცოდა იესო ქრისტემ, რომ უწმინდურები არსებობენ, ლეგიონი არსებობს, შმაკების, ჩორტიკების, ხო? ბლოკები არსებობს, ასე ვთქვათ, პროგრამული ავადობა,
ავადობის პროგრამას გაანულებს, გააბათილებს ადამიანი და ადამიანი შეიძლება კარგად გახდეს. ან ეშმაკთან გაანულებს, გააბათილებს, დაგაურებს ადამიანი და ადამიანი შეიძლება კარგად გახდეს. ან მოინანიებს ადამიანი თავის შეცდომებს და შეიძლება კარგად გახდეს. ეს ყველაფერი ეს სისტემა, მატრიც მასკარადული პროგრამები, მატრიც მასკარადული ჩიპები, მატრიც მასკარადული ასე ვთქვათ ზერკალები, მატრიც მასკარადული, ასე ვთქვათ ბლოკები, მატრიც მასკარადული დისკები, მატრიც მასკარადული პროგრამები ძალიან კარგად იცოდა იესო ქრისტემ. და მატრიც მასკარადული, ასე ვთქვათ, დაპროგრამებული სუშესტოები დისტრუქტოროცივებზე, ნეგატივებზე, ერთი ადამიანი დაჩაგრეს გაუვიდათ, მეორე ადამიანი გაქურდეს გაუვიდათ, მესამე ადამიანი დაიმონეს გაუვიდათ, მეოთხე ადამიანი გაქურდეს გაუვიდათ, ხო, მოატყუეს ყველას გაუვიდათ. მონურ სისტემაზე მონური სისტემები და ცრურწმენები ძალიან კარგად იცოდა იესო ქრისტემ. და ასე ვთქვათ, გაანულა, გააბათილა იესო ქრისტემ თავის დნკ-ური მონაცემები და ენერგიები აიღო და გაფრინდა თავის საზღვარგარეთში, სადაც არიან ვიშიეს სვეტრი ეცრები და ვიშიეს სვეტრი ანგელები და არხანგელები. და ეს მწვალებლური პროგრამა სისხლზე დაფუძნებული მწვალებლური პროგრამა, რომ ჯვარზე აკრავდნენ ხალხს, აწამებდნენ, ცემდნენ, ტყეპავდნენ და სული და ფანტომი ვეღარ გამოდიოდა ამ ტკივილებისაგან, შიშებისაგან და გადიოდნენ კალისო სანსარებს. ეს ძალიან კარგად იცოდა იესო ქრისტემ. და ამ ბოროტებმა, ვინებიც ამას აკეთებდნენ და აწვალებდნენ ხალხს, დააფუძნეს ასეთი სისხლზე დაფუძნებული მსხვერპლთაყვანის მცემლობა. კი არასწავლებს ხალხს ის, რომ არ შეიძლება ეს ამ ცხოველის სისხლი ეკუთვნის ამ ცხოველს და ამ ცხოველის სისხლი უნდა წავიდეს სვეტრიე პარტალებში და ამ ცხოველის სული ეკუთვნის ამ სვეტრიე პარტალებს. კი არასწავლიდნენ, ანუ ადამიანის სული ეკუთვნის ამ ადამიანს, ამ ადამიანის სისხლი ხელშეუხებელია. არასწავლიდნენ ამას. ასწავლიდნენ უკუღმართობებს, ძალადობებს, მწვალებლობებს და სჯიდნენ ადამიანს ისე, რომ ის ადამიანი ანუ არესი ბოროტდებოდა, ანუ არესი იჩაგრებოდა, ანუ არესი და სულს, ასე ვთქვათ, ანადგურებდნენ. ვინ ანადგურებდა სულს და ბოროტები ვინ არიან და ეშმაკები. ამიტომ პირველ რიგში ადამიანმა ეხლაც ომები რო არის და ერთი მოკლავს მეორეს, მეორე მოკლავს მესამეს, მესამე მოკლავს მეოთხეს, ნუ მერე პრეტენზიები აქვთ ყველას ვიშიესვეტრიესილებთან. ნუ ვიშიესვეტრიესილები ესეთ სულებს კიდე უშვებენ, ასე ვთქვათ, ვაპლაშენიებში, რომ გამოასწორონ კარმიჩესკიური უზრები. რომ არ მიუტეონ ერთმანეთს, ან აპატიონ ერთმანეთს, ან პატივისცენ თავიანთ სულს მაინც პატივისცენ და პროსტა ისე ლოცვით მაინც კარმიჩესკიური უზრები აბნულაიო დაგაურებს აბნულაიო სისხლზე, სისხლის გამო, მის გამო, იმის გამო, ამის გამო კარმიჩესკიური უზრებს აბნულაიო. ვაზვრაშავ ჩემს ენერგიებს, პატიობ ჩემ თავს და ყველას შეცდომებს. აი ესეთი რაღაცა, რომ ასე ვთქვათ, ჩამოფრინდება ადამიანის სული სხეულში და სანამ გაიზრდება უკვე ასე ვთქვათ, ავიწყდება ის, რისთვის ჩამოფრინდა. კი აქ პროგრამაში დადებული ის, რომ არ უნდა დამავიწყდეს, უნდა გავიხსენო, არ უნდა დამავიწყდეს, მაგრამ მაინც ავიწყდება. ან ავიწყებენ და თავში ურტყავენ, ან სკოლაში შედის და იქ სკოლის ეგრეგერები ბლოკავენ,
ან ბაღში შედის და ან ოჯახის ეგრეგერი, ან ოჯახის ბესი, რასაც ქვია, ბლოკავს რომ არ გაიხსენოს და რო არ გაანთავისუფლოს როდი კარმიჩესკიული უზლებისაგან და რადავოი დანაშაულები რომ არ გაანულოს, გააბათილოს და ეს უნდა იცოდეს პირველ რიგში ადამიანმა, რომ აქ რომ ჩამოფრინდება სული. მაგალითად მე ახლა ამ სხეულში ვარ, ხო, ამ სხეულს რა ვიცი, მე რამდენი მოუკლია, ხო? ან მე რა ვიცი, წარსულ ცხოვრებაში რამდენი შემიცოდია, ხო? ამიტომ ეს კარმიჩესკიული უძლები რომ გავანულო, გავაბათილო, კი ძალიან მინდა ახლა ჩემი მტრების მოკლა, დახოცვა, დახრჩობა, მაგრამ ვიკავებ თავს, იმიტომ რომ ჩემს სულს ავცემ პატივს, კოსმოკანონებს ავცემ პატივს და ვის შეესვეტლისებს ავცემ პატივს და ასე ვთქვათ მინდა რომ გამთავისუფლო ჩემი თავი, ჩერეს ჩემი თავი, ჩემი როდი, ჩერეს ჩემი როდი, ჩემი სისხლი, ჩერეს ჩემი სისხლით, ჩემი სული, გული აზროვნება დისტრუქციული პროგრამებისაგან, ბლოკებისაგან, სამაბლოკებისაგან. მწვალებლური რაფსკი აშენიკები მინდა მოვიშორო, მწვალებლური ცრუწმენები მინდა გავაბათილო, მწვალებლურ ეგრეგერებს მინდა მოვშორდე, ბაევოი ეგრეგერები, რასაც ქვია, მინდა მოვშორდე, მოვცირდე, გავანულო იმათან დაგավորები, შარები, პრივატსკები, პრისოსკები, პერეკლადები. და ასე ვთქვათ, ვიცავ ჩემს თავს და ვაცხადებ, რომ ჩემი სისხლი, ჩემი DNK ხელშეუხებელია როგორც სულიერი DNK, ისე ბაჟესტვენი DNK და ისე ბიოსისტემური DNK ხელშეუხებელია ზაპრეშავი ჩემზე მანიპულატორობას, დავირუსებას, მოშხამვას, მოწამვლას. ვიწმინდავ ჩემს DNK-ს ბელეზალატიონაინაირი წმინდა ბაჟესტვენი წყლის პატოკებით. ნასიშავის ამივაისის ცელავის ბელეზალატე უზუმრუდი პატოგიზობილიები, ჩემი სული, ჩემი კოპია, ჩემი ტონკიწელები, ნასიშაიმს ამივაიმსა ისცენაიმსა ზალატე ულტრაფიოლეტოვი ბაჟესტვენი წმინდა წყლის პატოგიზობილიებით. პადრიმაიცა ჩემი ვიბრაციები, აჯერ მეტად, 200-ჯერ მეტად, 300-ჯერ მეტად, პლუს მაღალ ვიბრაციებზე კვანტოვის გაჩუქებით. ზაზში საეცა ჩემი ბიოვერი ბიოპოლი, წმინდა მეკრაბები დადეკაიდერებით, სოლნიჩნი ლუჩებით, სოლნიჩნი ჟივას პატოგიზობილიებით, ნასიშავის ამივაისის ცელავის, აჩშაეცა ჩემი რადავოი დრევა ბელეზალატე ულტრაფიოლეტოვი, უზუმრუდნი პატოგიზობილიებით, წმინდა წყლის პატოგიზობილიებით, ნასიშაეცა ჩემი ცვეტოგჟიზნი, ჩემი ბიოსისტემა, ისცელაეცა სიყვარულის პატოგიზობილიებით, სიხარულის პატოგიზობილიებით, პადრიმაიცა რადუჟნი ჟივას მაღალი ვიბრაციული ენერგიები პლუს 1000, პლუს 2000, პლუს 3000, პლუს 4000 ზალატო ულტრაფიოლეტოვი მაღალი ვიბრაციული გერცები, პადრიმაიცა ჩემი ვიბრაციები, გერცები პლუს მაღალი ვიბრაციული აჯერ მეტი ჯამთელი ჯანსაღი აღდგენილი სახით ლეგკო კულტურნა ისვაბოდნა მაღალ ვიბრაციებზე ავდივარ კვანტოვის გაჩოკებით. აბნულაი დაგավորებს, ესეთნაირ დაგավորებს, ისეთნაირ დაგավորებს, ასეთნაირ დაგավորებს, იმასთან, ამასთან, იმის ბრალით, ამის ბრალით, ჩემი ბრალით, სიტუაციების ბრალით, შემთხვევითობის ბრალით, ასოზნანი, неосознანი, მირანტი, მირული, დაგավորებსა, პრივატსკეს, პრისოსკებს, აბნულაიო დისტრუქციულ პროგრამებს სნიმаю, რაფსკეს აშენიკებს სნიმаю. ტკივილები ატკლუ ჩაეცა, ვირუსები ატკლუ ჩაეცა, ლავრები ატკლუ ჩაეცა, მტრები ატკლუ ჩაეცა ატმინია. ჩემს ახცე კარზე ბიოპოზე სტანოვიცა, ზაშიტნი, ზალატიე, ელექტროსეტკები. ასჯერ მეტი სტოკებით, ვსე დისტრუქტორები ჟიგაეცა, შიგნით გარეთ. და ატკლუ ჩაეცა ატმინია პადალშე, ზაკრივაეცა დისტრუქციული პარტალები, ნიჟნიმირების პარტალები,
სალატე ультрафиолетовый электроплитებით, სტოკებით. Зло никак не заходит, зло только отключается. ვერ მხედავენ, ვარ უჩინ მაჩინი. მინუზერ კალავდებიან, ბრუცუცუნდებიან მტრები. წერავით გერცებს. აკლდებათ გერცები. Запрещаются ხელოლოხილავ სუშესტოებს, შინაურ გარეულ სუშესტოებს, სისხლის ნათესაურ სუშესტოებს, თუ ინაპლანეტარულ სუშესტოებს, თუ კოსმოსურ მირმერმირია მულტიმალტი სუშესტოებს, თუ металлический паразитებს запрещаю. На меня зло лиха плохо влиять. Буду ჯიგაცა. დაეკარგებათ გერცები. ვარ ზაშისტული ბაჟესტვინი ვიშეს სვეტლიესირების ფავრელობის ქვეშ ვარ. ჩემი სისხლი დნკ საზნარია პასაზნარია დაცულია ნეგატორებისაგან ვიშეს სვეტლიესირების სახელითა და ძალებით. დააბნულავ კარმიჩისკიული უზრებს როძზე ატომკებზე ჩემს წინავაპლაშენიების დაგավորებს აბნულავ სისხლით სისხლზე სისხლის გამო სისხლის ბრალით სისხლის აღების ბრალით შურისძიების ბრალით იმის ბრალით სისხლის დაგավորებს აბნულავ ბაევოი დაგավորებს აბნულავ სნიმავი რაფს კი აშენიკებს პატიობ ჩემთავს პატიობ ყველას თხოვ პატიებას ყველას ვაზრაშავ ჩემს ენერგიებს ყველას ვუბრუნებ თავის ენერგიებს ყველამ წაიღოს თავისი შურები, შარები, ბოები, ომები, ზიზღები, ძალადობები, თავიანთი რაფს კი აშენიკები, მომაშორონ, თავიანთი დისტრუქციული პროგრამები, ცურწმენები, ცურწამსები მომაშორონ და გასრიადნენ ჩემგან შორს. ვაზრაშავცე ჩემს სულსულის ჩისტოტებს, ჩემს ბიომატერიალებს, ჩემს იზობირიებს ვაზრაშავცე, ჩემს იზდენის სილებს ვაზრაშავცე, ვეღარ მომაყენებენ ზიანს. აი ესე უნდა გაანულოს, გააბათილოს ადამიანმა ეს ასე ვთქვათ მაგიურს შენს სხვის სისხლის დავღვარე თუ ჩემი სისხლი დავღვარე თუ ცხოველის სისხლი დავღვარე თუ რისის სისხლი დავღვარე ყველას ვთხოვ პატიებას და ასე ვთქვათ ჩემ თავსაც ვთხოვ პატიებას ვუსურვებ ყველას სვეტლიე გზებს ვთხოვ ანგელებს არხანგელებს რომ ყველა ასე ვთქვათ ცხოველია პლაზმოიდია თუ რაც არის გაფრინდნენ სვეტლიე პარტალებში ყველას არის დისტრუქტორციები გავა ნიჟნიე პარტალებში ნააბნულენია ჟიგაეცა ნააბნულენია ტრანსფორმაცი პერევიჩნო ენერგიებისა ვაზრაშავ ჩემს ენერგიებს ჩემს ჩისტოტებს ჩემს ასე ვთქვათ ჩემს დნკ-ს ჩემს იზობირიებს ჩემს ბიომატერიალებს აჯერმეტი ჯამთერი ჯანსაღი ადგენილი სახით და პერესცენარარი ვაიუ პერეპროგრამირი ვაიუ ყველაფერს ჩემთვის ვაბლაგა სხვებისთვის ვაბლაგა ჩემსა და მათ შორის სტანოვიცა ზალატე ულტრაფიოლეტოვი ელექტრო ლაზერნი ასე ვთქვათ კედლები ან ლაზერნი ზერკალები ან ლაზერნი სეტკები რომ ასე ვთქვათ ჩემს გრანიცებს ზედმეტად აღარ შეეხონ და მეც არ ვეხები არავის ასე ვთქვათ გრანიცებს моя воля разум сознание неприкосновенно ვარ ვიშიე სვეტლიე სინების ფავრელობის ქვეშ ვიშიე სვეტლიე კვანტოვი სონიჩნი ჟივას აბსოლუტის კოსმო ენერგიების ფავრელობის ქვეშ ვიშიე სვეტლიე საზნანიების ფავრელობის ქვეშ და არის ასე და ნელა-ნელა ადამიანი გაეთიშება ამ რა ქვია დისტრუქციულ ნეგატიურ ცრურწმენებს, დისტრუქციულ ნეგატიურ პროგრამებს, დისტრუქციულ ნეგატიურ ასე ვთქვათ მატრიცულ ეგრეგერებს.
მატრიცულ ეგრეგერებს, ანუ ნიშნი საზნანიებს გაეთიშება ადამიანი და აბა ცოტა კვანტურის გაჩუკებით, ცოტა ვიშიე ბაჟესტვენი საზნანიებზე ბაჟესტვენი, იერარქიებზე ბაჟესტვენი, საფეხურებზე აბა ცოტა ნელა-ნელა ადამიანი, როდესაც დაიწყებს უკვე თავისი სულის პატივისცემას. მარტო ვიშიეს ვეტრესლების პატივისცემას კი პირველ რიგში თავისი სულის პატივისცემას, როდესაც დაიწყებს ადამიანი. როდესაც დაიწყებს ადამიანი სხვისი ჩვეულებრივი ადამიანის ნების პატივისცემას, ის კი არა რომ სხვას უნდა ეთაყვანო. არა, უბრალოდ იმისი აზრები მისაღები, ან არ არის მისაღები, ან მაწყობს, ან არ მაწყობს, ან მომწონს, ან არ მომწონს. და როდესაც დაიწყებს ადამიანი ურთიერთპატივისცემას, აღარ იქნება ეს სისხლზე დადებული, სისხლზე დამოკიდებული რაღაცა ცრუ რწმენები, ცრუ პოლიტიკა და ცრუ რაღაცები და გადავა უკვე ადამიანი სულიერ თანადგომაზე, სულიერ პატივისცემაზე, სულიერ მოტივებაზე, დაეკარგება ამ ძველმოდურ კარმიჩისკიული ვადაგასულ კარმიჩისკიული უზრებს ძალა, ვადაგასულ კარმიჩისკიული ცრუ რწმენებს ძალა და დაიშლებიან ეს ასე ვთქვათ სისტემური ხიმერული ხიმერული ეგრეგერები რა არის? ეს ეგრეგერები არის მანიპულატორი ხიმერები, არქიტექტორები თუ რა ვიცი, როგორც კი და არქიტექტორებს, მანიპულატორ არქიტექტორებს ეძახიან ჰაკერ-კრაკერებს, ეძახიან ხიმერებს. ჰაკერ-კრაკერი რა არის? ადამიანის შემოგაცუცუნდება ეშმაკი და გედუდგუნება რაღაცა ოპერატორი, ხო? ფსიოპერატორი, ჰაკერ-კრაკერი, ანუ სპიკერი გელაპარაკება რაღაცა დისტრუქციულ პროგრამებს გიწერს, რომ აი შენ ხვალ ბედნიერი კი არ უნდა იყო, შენ ხვალ მაგალითად ესე უნდა ფულოდ უნდა იყო, ან უმუშევარი უნდა იყო, ან უნდა გთქიოდეს რაღაცა, ან რა ქვია, უნდა დაგავიწყდეს რაღაცა. აი ეს არის ჰაკერ-კრაკერული, ფსიოპერატორული, სპიკერული, რა ქვია, ხიმერული, დისტრუქციული პროგრამები და პარტპროგრამები. რომელსაც ასე ვთქვათ, სულს თუ ვერ ერევიან, ასე ვთქვათ, ბიოსისტემას ანადგურებენ. ბიოსისტემა დადის დალენჩებული, სული კი მფარველობს ამ ბიოსისტემას და ცდილობს, რომ რაღაცნაირად ოპიტი გაიაროს, რაღაცნაირად შეცვალოს კარმიჩისკიული უზრები, მაგრამ ბიოსისტემა დალენჩებულია, ყველაფერზე იცინის, ან ყველაფერი ტყუილი გონია, ყველაფერი რა კარმიჩისკიული უზრები, რა სისხლი, რა ეგრეგერი, ლულულუ და ასე ვთქვათ, კი ეხლა სული არის, არსებობს და ცდილობს რომ გამოაღვიძოს ადამიანი, მაგრამ ეს ბიოსისტემაში იმდენი ბლოკებია და იმდენი ჰაკერ-კრაკერული, ხიმერული ჩიპებია, ასე ვთქვათ, დისტრუქციული პროგრამები, ან სამანევიძონია დისტრუქციული პროგრამები, რომ ბიოსისტემას, ასე ვთქვათ, თავისი თავი ძალიან მაგარი გონია. ეგო რასაც ეძახიან, ხო? ანუ ტრანსლატორი სპიკერს თავისი თავი ძალიან მაგარი გონია. ეხლა მე სპიკერი ვარ, ხო? ოპერატორი ვარ. შეიძლება ცუდ რაღაცას ავლაპარაკობ, შეიძლება ფსიოპერატორი ვარ. მაგრამ მე ის მაინც მჯერა, რომ მე ვარ მარადიული სული. ვარ დაუმონებელი, ვარ დაუდებილებელი, ვარ არ მავიწყდება, არ უნდა დამავიწყდეს, უნდა გამოვიღვიძო, ვარ გამოღვიძებული, მარადიული, განთავისუფლებული, სვაბოდნი, ვეჩნი, მარადიული, გამოღვიძებული სული. და აბნულავ დაგավորებსა და კარმიჩისკიული უზლებს, იმის ბრალით, ამის ბრალით, იმის ბრალით, ამის ბრალით, ჩემზე, ჩემს შესახებ, პერვი ოჩერე და ჩემი როდის შესახებ, პერვი ოჩერე, ჩემი პატომკების შესახებ რაღაცას, აბნულავ სავსემი, აქეთურისა, ესეთურისა, იმნაირისა, თან, ამნაირთან, მეფესთანაც, დედოფალთანაც, რელიგიებთანაც, მღვდლებთანაც, თუ მოლებთანაც, თუ რაღაცნაირად
შინაურებთანაც, გარეულებთანაც, შინაურ ბესებთანაც, გარეულ ბესებთანაც აბნურად დაგავრებ სავსემი. ვუსურებ ყველას წარმატებას, გამოსწორებას, ტრანსფორმაციას. Всё. Там все отправляются их мире, их измерения. მე ვაზრაშავ ჩემს ენერგიას, ჩემს жизненное სილებს, აჯერმე ჯამთელი ჯანსაღი აღდგენილი სახით. Запрещаю всех на меня сканировать, копировать. Мит уметец нижникებს запрещаю на меня сканировать, копировать. Освобождаю ჩემს კოპიებს. Освобождают ჩემს ასე ვთქვათ, კლონებს. და запрещаю ჩემ კლონებზე ნეგატიურად, დესტრუქციურად პროგრამირებიანობას всех. Будут жигаться, будут დაიკარგებად გერცები. ჩემთვის ვაბლაგა. ჩემი ვიშიეს ვეტრეს სილებისაც ვაბლაგა, ჩემი სულისაც ვაბლაგა. და არის ასე. Возвращаю ჩემს ენერგიებს, ჩემს კოპიებს, ჩემს фантомებს. Освобождаю все, возвращаю все ჩემს ენერგიებს. ჩემს жизненных силებს და მეც освобождаю და возвращаю всех თავიანთ жизненных сиლებსაც, თავიანთ კოპიებს და თავიანთ фантомებსაც освобождаю. ყველანაირ чужие энергиები, მე არ ამჭერ чужие энергиები, чужие фантомы, чужие копиები. Отключаются от меня. Отправляются правообладателებში. В их мире их измерения, легко, культурно и свободно. და არის ასე, ეს მინდოდა მეთქვა. წეგან ვილაპარაკი, ასე ვთქვათ, წარღუნაზე და რაღაცა წარღუნაზე და ატლანტებზე და ატლანტებიდან სისხლის ზღვრა ადრეც იყო. ატლანტებზე და ატლანტებმა, ასე ვთქვათ, სისხლის ზღვრა ხო, სისხლის ზღვრა ყოველთვის იყო, ეხლა ცხოველს რო ჭამს, იქაც სისხლის ზღვრა არის, ხო, ერთი ცხოველი მეორეს რაღაცნაირად ის ხდება, მონახდება. ან გაანულებენ ერთმანეთს, ან აპატიებენ ერთმანეთს და გაუშვებენ ერთმანეთს, ხო? და ატლანტიდის დროსაც სისხლის ზღვრა იყო, მერეც სისხლის ზღვრა იყო და ასე შემდეგ ადამიანმა უნდა შეეცადოს, რომ ეს მამაპაპურია თუ წინაპრულია თუ ისტორიულია თუ ძველმოდურია ეს სისხლოვანი წვრწმენები და სისხლოვანი დაგավորები და სისხლოვანი კარმიჩისკიული უზლები და ბაევოი კარმიჩისკიული უზლები როგორღაც მოინელოს განულოს, გაუშვას მტრები ხმირი ხიზმირენია. სეს პატივი თავის სურს, ჯერ თავის სურს, მერე იმათ სურს იქნება იმათ გამოსწორება უნდა. თუ არ უნდათ გამოსწორება აიდარდი, ვიშეს ვეტრიესრები მიხედავენ და გაიხსენოს თავისი თავი, თავისი შემოქმედებები, თავისი სულიერი ნიჭები, თავისი სულიერი, ასე ვთქვათ, რაღაცა ენერგიები გაიხსენოს. კოსმოენერგიები გაიხსენოს. მადლობა ჩემს ვიშეს ვეტრიე სურს, მადლობა ჩემს ვიშეს ვეტრიე იას, მადლობა ჩემს ვიშეს ვეტრიე კურატორ ანგელებს, არხანგელებს და წმინდა ცივილიზაციებს.